მშვიდობა ყველას საქართველოს მოსახლეობა, ქართველებო, მეგრელებო, ყველას ვისაც ესმის ქართული და ვინც ცხოვრობს ქართული საქართველოში დაიბადა, ქართული ენა ესმის, ქართულად კითხულობს სახარებას, უკითხულობს, მაი ყველას მოგმართავთ. მშვიდობა გქონდეთ ყველას. მე ახლა პირველად წერ არ ვიცი როგორ გამომივა თუ არა საერთოდ, მაგრამ მაინც ჩემსაც ვიტყვი, რითაც ავსებული ვარ, ის მინდა ვილაპარაკო. კარგით. დღეს მთლიან ინტერნეტს ქსელში რელიგიური კუთხით აყვანილი არის მიზანში ერთი პიროვნება, რომელსაც ქვია ზედმესახელად ნეო ჩვენი ლუკა, ახალგაზრდა ბიჭი. მე ასე დავახასიათებდი ამ პიროვნებას. ეს არის პიროვნება, რომელსაც უყვარს უფალი, რამდენადაც შეუძლია, რომელიც აფასებს ღმერთის სიტყვას, რომელიც კითხულობს სახარებას, იკვლევს, ადარებს წმინდა წერილს, ყველა გადმოცემებს, ჩანაწერებს თუ სიტყვით ნასწავლ ინფორმაციას ყველაფერს ადარებს სახარებას, რაც მე ყველაზე უფრო მომწონს. მეც ვიტყვი ჩემს აზრს, რომ ამ პიროვნებას ყველაფერი წინ აქვს. მე მივესალმები ნეოს, უფალმა გაკურთხოს ძმაო. შენ ამოიღე ხმა ყველა ჩვენგანის მაგივრად. თითოეულა თუ ვინმე ბედავს, თითოეულა თუ ვინმე აკეთებს ამას ყველაფერს, მაგრამ შენც დაემატე იმ თითოეულას, უფალმა გაკურთხოს. მაგალითად, რამდენადაც მე ვხედავ და ვიცნობ, შეიძლება უფრო მეტიც არიან, მაგრამ რასაც Facebook გვერდზე ვხედავ და ვამჩნევ, ეს არის რამოდენიმე პიროვნება. ნუ მიწყენთ ეგება და თქვენც თქვით სადღაც, ოდესღაც, რაღაცა, მაგრამ აი ინტენსიურად ძალიან ხშირად ვინც ლაპარაკობს სიმართლეზე, ჭეშმარიტებაზე, თვალს არ ხუჭავს. ესენი არიან, აი თენგიზ ქუთელია, მერე ეს ახალგაზრდა პიროვნება ნეო ლუკა და ჩვენი ძმა რომან გაჩეჩილაძე. უფალმა გაკურთხოთ, დაგლოცოთ. მაგალითად, მე მოვიყვანდი რამოდენიმე ადგილს სახარებიდან და მოდი გთხოვთ, ნუ იფიქრებთ ასე, აი მე კათოლიკე ვარ და შენ თუ მართლმადიდებელი ხარ, არ მოგისმენ, ან და მე მართლმადიდებელი ვარ და შენ ხარ თუ ბაფტისტი ხარ თუ პიისადნიკი, ორმოცდაათიანელი ხარ თუ იესო ქრისტეს ეკლესიის წევრი, ვინც ხარ, ასე არ უყუროთ. შეხედეთ, ვინ რას ლაპარაკობს. ყოველი პიროვნების ლაპარაკი, აზრი, ან მოძღვრება, აზროვნება, თუ ლაგდება სახარებისთან მიხედვით, რატომაც არ უნდა მივიღოთ, რატომ არ უნდა მოვისმინოთ. იმიტომ, რომ მე სხვა ფორმა მაცვია, ან და მე ისე არ ვლაპარაკობ, როგორც შენი მიმდინარეობა. ეს არ არის სწორი. ღმერთი, როცა ბევრი ლაპარაკობს ამას, როცა ზესაში მივალთ, შენც და მეც, ოღონდ დრო, ვინ ადრე წავა, არავინ არ იცის. როცა ჩვენ იქ მივალთ, იქ არავინ არ შეგვეკითხება ჩვენ. შენ მართლმადიდებელი იყავი, შენ კათოლიკი იყავი,
შენ პროტესტანტი იყავი კაცო. მოდი მაგრამ არა. ერთი იქნება იქ სკანერი წავა ასე და შენ თუ გწამდა ძე ღმერთისა იესო ქრისტე ხორცად მოვლენილი ღმერთი ღმერთის ზედა მოინანიე ახლა დიშვი და აიღე შენი სახელმძღვანელო და ასე ცხოვრობ როგორ შენი უფალი გეუბნება მაშინ შენ ხარ კურთხეული გეტყვიან welcome მობზანდი კეთილი იყო შენი მობზანება სასოფლოში საყვარელო და ერთგულო ძეო ხედავთ იქ იესო ასე უსვამს ხას ერთგულო მონა ერთგულია იქ რისი ერთგული მიმდინარეობის სარწმუნოების არა ერთგულის სიტყვის ვინ სიტყვის ერთგულია ის უფლის ერთგული არის და მოდი წავიკითხოთ რამოდენიმე ადგილი ნუ გეშინია ბევრს არ ვილაპარაკებთ ეს არის ებრაელთა წერილის პირველი თავის მერვე და მეცხრე მუხლი სახარება ასე ამბობს ძეზე ამბობს ძეზე კი შენი ტახტი ღმერთო უკუნითი უკუნისამდეა ძეზე კი შენი ტახტი ღმერთო უკუნითი უკუნისამდეა შენი მეფობის კვერთხი სიმართლის კვერთხია სიმართლის არა ჩვენი სიმართლის არამედ სახარების სიმართლის ჭეშმარიტების სიმართლის შენი კვერთხი სიმართლის კვერთხია შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე უსჯულოება რა არის უსჯულოება ყველაფერი ის რაც არ ეთანხმება სახარებას შენ შეიყვარე სიმართლე შეიძულე უსჯულოება ამიტომ გცხო შენ ღმერთო შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთით შენს თანამოზიარეებზე მეტად მიყვარს მე ეს ადგილი ისიც რატომ აქ რაღაც სტიმულს მაძლევს ეს ადგილი სტიმულს მაძლევს რომ ღმერთის სიტყვა შევიყვარო სიმართლის მხარეს დავდგე არ დავდგე კაცის მხარეს არ დავდგე რელიგიის მხარეს არ დავდგე რაღაცა მოძღვრების მხარეს არ დავდგე ვიღაცა ანგელოზი რომ მოფრინდა და რომ მითხრა ეს ასე არა ეს ასე არის პავლემ ისე რა თქვა ანგელოზის რომ მოვიდეს წმინდანი კი არა კაცო ჩვენ უკვე წმინდანებზე ვიღაცებზე მოვეგეთ მარყუშზე არავინ არ არის ჩემთვისო არც საში არც მიწაზე გარდა შენიო უფალო არავისი არ მიჯერამე პავლემ ისე რა თქვა ანგელოზის რომ მოვიდეს და გიქადაგოთ აგიხსნათ გახაროთ არა ის რაც სახარებაშია მე არ მეთქვი პავლე მოციქულმა თქვა თუ რამე პრეტენზიები გაქვთ მიდით პავლესთან ან და სულიწმინდასთან არ ჩაიწერა სულიწმინდით პავლემ თქვა წეულინც იყოს ორჯერ განიმეორა ორჯერ თქვა ეს რას ნიშნავს რომ არავის უნდა არ დაუთმო შენი პოზიცია თუ სახარება ამბობს ასე წყალი არ გაუამას ბერი და მღვდელი და ანგელოზიც რომ მოვიდეს შენთვის ავტორიტეტი უნდა იყოს ღვთის სიტყვა ამიტომაც ასე ამბობს ასე აღწერა სულიწმინდა მძეზე შენ შეიყვარე სიმართლე დიდება უფალს როგორც ტანში მივლის გივლის შენ ეს სიტყვები ტანში სიმართლე გიყვარს სიმართლის გულისთვის დევნიდნენ მოციქულებს სიმართლის გულისთვის უტყაყუნებდნენ და უკაცრავად და რუსის ბარაბანს არ მოხვედრია ამათ რომ მოხვდა რატომ სიმართლის გამო მაგრამ ჩვენ რა შენი კაი ხათრი მაქვს მაგრამ კუდი და იქ განზე გახტომა ასე რომ გაიკეთებინათ არც ერთი მოციქული არ იტანჯებოდა ყველანი იცხოვრებდნენ თავიანთი სიცოცხლით მაგრამ ყველამ დაამთავრა ტანჯვით წამებით პავლეს უკაცრავად და თავი გაუგორეს თავი მოჭრეს ვიღაცებია ერთს ტყავი კოსტუმივით გახარდეს რატომ აი ამის გამო შემოვევლე ქართველ ლაპარაკს აკურთხოს
რესპექტ ყველა ვისაც ღმერთის სიტყვას პატივსცემს და ღმერთის სიტყვის გვერდით დგას. აი ამისანა ხალხი არის ჩემი ძმები და დები. შემოგევლოთ ვინც ხართ. ხო და ერთი ადგილი უყურეთ, თუ ვინც სახარებად კითხულ, ანდა თუ ახალი ათმა გარდა იქ ახალი ათმის ბოლოს არის ფსალმუნები. და იქ არის ყველაზე უფრო ერთი დიდი ფსალმუნი, რომელიც არის 118 ფსალმუნი. 118 ფსალმუნი, სადღაც 176 თუ არ მახსოვს ზუსტად, ესეც არ არის კარგი ჩემი მხრიდან, რატომ უნდა არ მახსოვდეს 118 ფსალმუნში უყურე რამდენი მუხლია. ოჰო, რამდენი გასულ. ეხლა 176. 176 მუხლია ერთ ფსალმუნში. იმ სიდიდია ერთი ფსალმუნი. ამისანა დავითს არ დაუწერია. რატომ? წაიკითხე. გაშალი კეთილინები და 118 ფსალმუნი. ყველა თავში არის ღმერთის სიტყვა. იქ ჯულისა, მცნებასა, ყოველი მუხლი ლაპარაკობს ღმერთის სიტყვაზე. დიდება ფანტაშიც მიდასა. ერთი მიკროფონი საერთოდ 4%. ყველა ამონიშნული მაქვს წითლად სიტყვა, შენი რჯული, შენი კანონი, შგულთა მიმარს, პატივსცემ, შენი სიტყვის სუნთქავს, ცოცხლობ, შენი სიტყვა სინათლეა, შენი სიტყვა ლამპარია. დავითი გაგიჟებული, შეყვარებული იყო ღმერთის სიტყვაზე. ამიტომ თუ ჩვენ შეყვარებული არა ვართ ღმერთის სიტყვაზე და იესოს სიტყვაზე, შენი რწმენა არის საპნის ბუშტი. ერთი წინამდებობა მოვა და გადაიფიქრებ. ვინ იცი რას გააკეთებ? პეტერს არ იცი ალბათ. სულ არ იცნობა ამას ვინ არის ეს. და 118 ფსალმუნის 122 მუხლში დავითი ასე ამბობს. ყოველი ცრუ გზა მოვიძულე. ჩემო მეგობარო, შენ ცრუ გზა რომ მოიძულო, ამიტომ შენ უნდა იცოდე ჭეშმარიტი გზა. როგორ შეგიძლია შენ ჭეშმარიტი გზა მოიძულო? ჭეშმარიტი გზა, то есть ცრუ გზა მოიძულო თუ შენ ჭეშმარიტი გზა არ იცი. როცა შენ ჭეშმარიტი გზა იცი, აი მაშინ ეგრევე ცნობ ფეიქს, ტყუილს, ეგრევე იგრძნობ, რომ არა ეს ასე არ ამბობს იესო, ასე არ ამბობს ახალი აღთმა, ასე არ ამბობს უფლისწული. შორს ჩემგან მაცდურო. რა უთხრა იესომ? გადი ჩემგან სატანა, ვინაიდან მასთუნებლად ხარ მოსული. შენ რა? იესომ ხო დაგვიტოვა მაგალითი. შენ რატომ არ უნდა უთხრა მაცდურს? მომშორდი სატანა. ჩვენ არ ვიცი, სხვენია, გვერიდება, გვეშინია, რა რჯულისა ვართ ვერ გავიგე. უკაცრავად ცოტა ხმა ავიმარლე. მე გული მომზის, შენი სახლის შური შემჭამს რო თქვა იესომ, აი ასე ღმერთის სიტყვის შური მჭამს მეც. სადაც ვარ იქ ვიბერები, როცა ვნახავ სიტყვის დაზიანებას, სადაც ვნახავ სიტყვას ვიღას ამოუდგება გვერდით და ქადაგებს სწორად, ვიფურჩქნები ყვავილივით. რატომ? გული მიხარის, რაღაც ცხებულება მივლის, ჟუანტელი მივლის, მიხარია თითქოს და ჯეკპოტი მოვიგე. რა სინამდვილეში? დიახ, ჩემს უფალს ვიღაცა ადიდებს სწორად, ჩემს იესოს ვიღაცა აღმერთებს, ჩემს მარადიულ ღმერთის სიტყვას ვიღაცა პირველ ადგილზე აყენებს. როცა ამას ხედავ, მე მთვალივით ვარ. მე ვარ ნეტარებაში. ამიტომ ასე დავითი ამბობს, ყოველი ცრუ გზა მოვიძულე. მას არ უნდა უკაცრავად და ბოდი, უნდა გძულდეს. იმიტომ რომ აქ წერია იესოზე, შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ურჯულოება. აი ხა ეს ორი ადგილი, ებრაელთა პირველი თავის მეცხრე მუხლი და ფსალმუნი 118 ფსალმუნის 122 ფსალმუნი. მოსაიკასავით კლუმ მიუჯინე ერთმანეთს. იცი რა გამოგია, რაღაც დაგემართება უცილებლად.
დავითი ამბობს, ყოველი ცრუ გზა მოვიძულე. რატომ? დავითმა იცოდა სწორი გზა. ვინაა ეს სწორი გზა? იესომ რა თქვა? მე ვარ გზა. მე ვარ გზა, ჭეშმარიტება. მე ვარ ჭეშმარიტება. ხალხო არა მართლმადიდებლობა, არა პროტესტანტიზმი, არ არის რაღაც კათოლიციზმი, არ არის სახელწოდება, ერთი არის ჭეშმარიტება, იესო ქრისტე. ესა ჭეშმარიტი გზა და ვინც ამ ჭეშმარიტ გზაზე დგას, თუნდაც ის ერხვას კაცო, ფრინავი მორწმუნეები, რას დავეძებ მე, რაც უნდა ის დაერქვა თავზე სახელად, ოღონდ ღმერთის სიტყვას ზე იდგნენ, საფუძველი, საყრდენი, საძირკველი თუ არა აქვს, მართალს რას გააკეთებს იგი, საძირკველი უნდა იყოს ღმერთის სიტყვა. იესოსთან რომ მივიდა სატანა, განა სატანამ არ იცოდა ვინ იყო იესო. ანდა იესომ არ იცოდა რომ სატანა იცნობდა მას. მას ხარ უთქია? რასა ბიჭო რომ ელაპარაკები აქ? შენ ხო იცი მე ვინა ვარ, შე უწმინდურო. როგორ მიბედა მოსვლას და ამისანა ლაპარაკს. რა, ბოროტმა ბესებმა და პატარა-პატარა ბესუნიებმა იცნეს იესო, გახსოვთ? ღმერთის ძეო, რატომ მოხვედი დროზე ადრე? ღმერთის ძეო, თუ იმას რინგი დაბალმა ბოროტმა სულებმა იცნეს იესო, განა სატანამ არ იცოდა ვინ იყო იესო. მაგრამ ის მოვიდა სასტუნებლად. არა და რამოდენიმე დღის წინათ დინარაში ინახება იესო. ცა იხსნება, სულიწმინდა გადმოდის და ხმა ესმის იესოს. შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, შენში ვივანებ შვილომე. მოისმინა იესომ ეს. და ის უწმინდური მოდის და აი ამ სიტყვას იმაზე აყენებს პატსამნიენიერ ეჭვის ქვეშ. მართლა ხარ შენ ღმერთის ძე თუ? თუ შენით რაღაცა ირწმუნე იქ. ფანტაზიებში ჩახვედი. იესომ უთხრა. თუ დააკვირდით თქვენ, რამდენჯერ უთხრა სატანამ თუ ხარ ღმერთის ძე და დააკვირდით თუ უპასუხა იესომ ამ შეკითხვაზე. არა. იცით რატომ? იესომ ეჭვის ქვეშას არ დააყენა იყო თუ არა იესო ღმერთის ძე. მან ქვაზე პურზე უპასუხა. სხვაზე სულ არ უთქვია. კი ვარ, არ ჯერ და აი ასე არ მოხდა იესო. და იესომ რა უპასუხა? ვინა ხარ შენ? შენ არ მიცნობ მე ვინა ვარ? იესომ უთხრა. დაწერილია. იქ სამჯერ გვიწერია და ვინიც ის რამდენჯერ თქვა იესომ ეს დაწერილი რამდენჯერ გამოიყენა. მეორე ჯვრიდან უპასუხა ყველა შეკითხვაზე. ყველა კითხვაზე. დაწერილია. 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 რატომ არ უნდა ვთქვა მე დღეს დაწერილია? რატომ უნდა გაშინებდეს შენ რომ მე ვამტკიცებ? აი იესომ ასე თქვა. უბრალოდ შეკითხვავს ვამ. რა გაღიზიანებს? რა ღიზიანდება ადამიანო შენში, ვინც ხარ იქ რომელი მიმდინარეობისას არ უნდა იყო? თუ უნდა ანგელოზების გუნდიდან იყო, რამტომ უნდა გაღიზიანებდეს, როცა ვიღაც ამბობს იესომ ასე თქვა. სახარებაში ასე წერია. მაგრამ ზოგს იცი რა ჯერათ? ჩემმა ბებიამ და ბაბუამ და იმათმა წმინდანებმა ანდა უწმინდურებმა წმინდანებმა ნათელმხილველებმა ჯადოქრებმა რა ვიცი კიდე ვიღაცებმა ასე გვითხრეს. ეს არის საგნის ბუშტი. ჩვენ ვიქ ვერავის ვერ დავაბრალოთ. იმან ასე მითხრა, იმ ხდელმა ასე მითხრა, იმ ქადაგებელმა ასე მითხრა, ვიღაცას ვერ დააბრალებ. თუ გახსოვთ, ადამა დააბრალა ევას, ევამ დააბრალა გველს. რა, ამით სასჯელი აიცდინეს? არა. იმასაც მოხდა, იმასაც მოხდა და იმასაც მოხდა. სამივეს ღმერთმა სასჯელი მოულინა. მაგრამ სიტყვაზე ვამბობ. იქ სესაში არ გიშველის არავის. იმან ჩემმა პატრიარქმა ასე მითხრა, ჩემმა მღვდელმა ასე მითხრა, ჩემმა წმინდანმა ასე მითხრა. ასე გადმომცეს ეს არ გიშველის ჩვენ. ამიტომ მოდით ერთ ადგილს ავიკითხო კიდე.
იოანეს მესამე თავის 34 მუხლი. იოანეს 3:34. ყურადღება. იესო ამბობს. დიდება უფალს. რამე თუ ის ვიღაცა ვინ შენ წინაშე დგას ის ვინც ღმერთმა წარმოგზავნა ანდა ღმერთმა ალაპარაკა ის ვინც ღმერთმა წარმოგზავნა ღმერთის სიტყვებს ლაპარაკობს და მე წერია ვინაიდან ღმერთის ზომით არიზლება სულს ეხლა უყურეთ ამისანა ადგილი თქვა იესომ ვინც ღმერთმა წარმოგზავნა ამ მომენტში იგი თავის თავზე ლაპარაკობს მაგრამ მან რა თქვა მე გაგზავნე თქვენ ვინც ჩემს წარმოგზავნილს არ მიიღებს ის მე არ მიმიღებს ესე იგი ვინც ღმერთისგან მოდის ის ღმერთის სიტყვას ლაპარაკობს აი მაგალითად ღმერთმა მაშოროს მეც და თქვენს და ყველას მაგრამ ვიღაცა მოდის და გეუბნება რაღაცას არა ღმერთის სიტყვას ანდა გადატეხილად ღმერთის სიტყვას ანდა ვიღაცის უკასავად მოჩმახულს შეკერილს რაღაცას ვინც ღმერთმა წარმოგზავნა ის ღმერთის სიტყვებს ლაპარაკობს და როცა ღმერთის სიტყვას ლაპარაკობს ვიღაცა და შენ წარბები გეკრება ბრაზდები ხო გინახიათ იესო ნაზარელის ფილმი როცა ანდა იესოს ფილმი იქ როგორ მღვდელმთავრები და ისინი ფარისევლები როგორ ბრაზდებიან როცა იესო რა ბრაზებს იმას მათში მყოფი ბოროტის სული მესმის მუსულმანი გაბრაზდეს კაცო როცა იესოს ლაპარაკობ რომ იესო ეს არის ღმერთი იესო არის ღმერთის ძე რაც ისინი მოწინააღმდეგეები არიან შეიძლება ნორმალურია მუსულმანი გაბრაზდეს მაგრამ ღმერთს სახარებიდან როცა ვკითხულობდა ვითომ ქრისტიანი რო ბრაზდება აი დიდი კითხვის ნიშანი ჩნდება რა გაბრაზებს რა გიშლის იმ ემოციებს ცეცხლი საიდან გინთია ჯოჯოხეთიდან აბა საიდან მეტი იმიტომ რომ თუ ადამიანი ღმერთის სიტყვას ლაპარაკობს ის ღმერთისგან გამოგზავნილია და მეორე და ვინც ლაპარაკობს იმას რაც სახარება არ ამტკიცებს 100% 100% ეშმაკისგან არის გამოგზავნილი როგორც გინდა ატრიალიაც თუ ის პიროვნება ვინც ღმერთის სიტყვებს ლაპარაკობს თუ ის ღმერთისაგან არის გამოგზავნილი მაშინ ის ვინც ღმერთის სიტყვას არ ლაპარაკობს ეშმაკისაგან არის მოსული არ გიჯერა ახლა ვიგანახე შემდეგ იოანეს მე-14 თავიდან всё არის იმ უკასავად ეს ამისის არ ვჯერე იოანეს მე-14 რამოდენიმე მუხლი ვიტყოდი რამოდენიმე მუხლი იოანეს 14-ის აგრა ეგრე კნოპკები ცა ცნობუგეთ გვერდებსაც იოანეს 14-15 ოპა თუ მე გიყვარვართ იესო ამბობს თუ მე გიყვარვართ ჩემი მცნებანი დაიცავით ისეთ ეს რა არის ვისაც პრობლემა სიყვარულშია ვისაც იესო უყვარს და ესმის ვიღაცისგან თუნდაც გადამთიელისგან გასა ვიღაც ადამიანისგან ლაპარაკობს იესოს სიტყვებს და შენ მოდიხარ და ეუბნები რომელი მიმდინარეობიდან ხარ შენ მე მეგრულად პირად ლაპარაკობ იმიტომ რომ მეგრელი ვარ თვითონ რომელი სარწმუნოება გაქვს ბიჭო შენ და ის საწყალი ლაპარაკობს რა სარწმუნოება მე პირან ჩამოვედი მე სახარება ვიყიდე და ვკითხულობ და ასე ამბობს იესო ვირწმუნე და ჩამოვედი მთიდან რომ გიქადაგოთ ქალაქელებს მე არ ვიცი რა სარწმუნოება პირველად ვარ ქალაქში
რომელი მიმდინარეობიდან ხან კი არა, შენ როცა ისმენ ქრისტეს სიტყვებს, შენ გაგიხარდეს უნდა, გულია გიხტოდეს უნდა, როგორც ელიზაბეთს უხტოდა მუსას იოანე ეგროს ანახა მარიამი, თავისი უფლის დედა. აი ასე უნდა გითამაშდებოდეს გული, კაცო, როცა ღმერთის სიტყვას გისმენ ვიღაცისგან. თუნდაც პროტესტანტი კი არა, ის იყო სახარებისეული ერკიზის მორწმუნე, რაც უნდა ის ერქვას, კაცო. თუ ის ლაპარაკობს, თუ მას უყვარს იესო, შენ რატომ გძულს ეს? იმიტომ რომ შენს იმაში რა მინდა სხვანაირად თქვა, შენს გამოქვაბულში რო არ ცხოვრობს. გახსოვთ ის ადგილი, მორწმუნეები მოვიდნენ მოციქულები და უთხრეს იესოს, უფალო რა ვნახეთ დღეს? რა ნახეთ ბიჭებო? ვიღაცა დადისო, ქადაგებსო, ეშმაკებს დენისო შენი სახელით. ჩვენ ვთხარით, ეძმაო, წამოაგეთ ჩვენთან. ეს ჩვენი უფალია იესო, ვისი სახელიდან შენ დევნი. წამოდი ახლა ჩვენთან და შემოგვიერთდი ჩვენ სარწმუნოებაში. და ეს უთხარითო და არ დაგვიჯერაო. წავიდაო თავისი და გაგზელო გზა. რა უთხრა იესო? უყურ ერთია მაშინ? ჩქარა როზისკი მომიყვანეთ აქ არ თქვია. დაანებეთ აქ. ვინც თქვენ წინააღმდეგ არ არის, თქვენი იმპერია არ იქნება უმარი. ეს ნიშნავს რამოდენიმე წაიგეთ ეს ადგილი გამოიძიეთ კეთილინებად და იესოს არ უთქვია, თუ იესოს სახელით ვიღაცა ეშმაკებს დევნის, თუ იესოს სახელით ვიღაცა ქადაგებს, შენ რა გაბრაზებს? ვინ გაბრაზებს ის შიგნით? საიდან მოდის შენში ის სიძულვილი და ის ცეცხლი? რა თქმა უნდა, ერთი ცეცხლი არის ღვთისმსიყვარული, მეორე ცეცხლი არის ჯოჯოხეთის ალი. რელიგიურებმა დააცვეს იესო ჯვარზე. რატომ? იმიტომ რომ იესომ თქვა, ერთ ცოდვაში მამხილეთ. აი ერთი მცნება რომ დავარგვის მაჩვენეთ. ვერ აჩვენეს. ვერ ცოდვა აჩვენეს და ვერ მცნების დარღვევა აჩვენეს. რა ბრაზებდათ? რა ბრაზებდათ და ახლა აქ წავიკითხო მე. და კიდევ ვუმატებდი ამ მუხს იოანეს 4:23. ორე რა ოქრო მუხლებია. შეიძლება ეხლა ვიღაცა ბრაზდებით. კაცო, სახარებას ვკითხულობ, კაცო, იმან ფხაგავას გიტას ხო არ ვკითხულობ და ყურანს. სახარება, კაცო, არ ჯერა? სადაა? ჩემოს, ახალი ახმა და სალმონები. სახარებას ვკითხულობ, რატომ ბრაზდები? აი ესო თქვა. 23. ვისაც ვუყვარვარ, ჩემს სიტყვას დაიცავს და მამა ჩემის შეიყვარებს მას. ჩვენს მივართ ამ პიროვნებასთან და მასთან დავიდებთ სავანეს. რაჯერია ამ სიტყვის მოსვენას კითხვას. შეიძლება მთელი დღე დაждდი და იკითხო და იკითხო, არ მოგვესდეს. მე 24 მუხლი, ვისაც არ უყვარვარ, არ იცავს. რას უყურებ? ჩემს სიტყვას. ფეხებზე გიდიან მე რას ვამბობ. მას ხომ უფრო დიდი ყავს ვიღაცა, ჩემზე უფრო. ღმერთის სიტყვაზე მაღლა უყენია ვიღაცას. ვიღაცა. აი ეს ვიღაცა შენი ღმერთია. და იმ შენ ღმერთთან ერთად ამოუჯდები გვერდით იქ. ზესაჭირე მიყვალ? საგაგანაწილებელი ნახავ. ორივეს ერთი კამერა გექნებათ იქ. იესომ თქვა, ვისაც არ უყვარვარ, არ იცავ ჩემს სიტყვებს და სიტყვა, რომელსაც ისმენთ, იესომ თქვა, ჩემი არა, არამედ მამის, რომელმაც მე წარმოგზავნა. აი ვისაც ვუყვარვარო, ჩემს სიტყვას იცავს. ვისაც არ უყვარვარ, არ იცავს. პრობლემა რაში ყოფილა? იესოს სადმის სიყვარულში. აი პერსონალურად ქრისტეს მიმართ სიყვარულის პრობლემა ეს. ვიღაცას დავუშვებ ლაპარაკობ მე პროტესტანტი ვარ. და შენ დაიგავეს პოზა. შევჭამე ახლა მოვკლა. და არა და ვაგზელი და ლაპარაკობ.
სახარებიდან, მათეს სახარებიდან, ლუკას სახარებიდან, იოანეს სახარებიდან, მოციქულთა საქმეებიდან, პავლეს წერილებიდან, ჩემს არაფერს არ ლაპარაკობ, სახარებას ვკითხულობ თითქმის. და შენი მტერი ვარ უკვე. იმიტომ რომ პროტესტანტი ვარ თქო. შენ იესო არ გიყვარს. შენი მიმდინარეობა გიყვარს. შენი რელიგია გიყვარს. შენ ღმერთი არ გიყვარს. შენ იესო გიყვარდეს, როცა მე ვკითხულობ სახარებას, მოგეფინება, გაგიხარდება, იმიტომ რომ შენ ღმერთს ვადიდებ, შენი ღმერთის სიტყვებს ვლაპარაკობ. რა არის ამაში ცუდი? მაგრამ ცუდი იცი რა არის? ერთ ვიღაცას არ უყვარს იესოს სიტყვები. ერთ ვიღაცას აღიზიანებს. რა ისე კაქტუსივით წვავს, რა ალერგია აქვს ღმერთის სიტყვის. ყველა ვიცით ვინ არის ეს? სატანა და ეშმაკი, ღმერთის მტერი. ამიტომ ხო ისეთ გრადუსი ბავშვებს რო უკეთებდით იქ, სიცხე აქვს თუ არ აქვს. აი, შენი გრადუსი არის როგორ ღებულობ შენ ღმერთის სიტყვას. გიყვარს თუ არა შენ იესო? თუნდაც არ ვიყო ვიღაცის მიმდევარი, არც ერთ სარწმუნოებას არ ვეყოფნოდე. არც მართლმადიდებლობას, არ კათოლიკებს, არც იმათ, არც ამათ. დავდივარ ჩემთვის ის არა. მოხეტიალე ქადაგებელივით და ყველგან ვლაპარაკობ, ვკითხულობ სახარებას, ვეუბნები ხალხს, მოინანიე ცოდვილებო, ირწმუნეთ იესო თქვენთვის მოკვდა, მან აიღო თქვენი ცოდვები, ავადმყოფობა, ვინც ირწმუნებს, გადარჩება, მოინათლეთ წყალში, ეს არის აღთმის მისცემა და ვლაპარაკობ, რა სახარებაში წერია. და ისიც რამდენი მტერი გამიჩნდება ყველა მხრიდან. რატომ? იმას ის კი არ ახარებს, რომ მე ქრისტეს სახარებას ვქადაგებ. იმას აღეზიანებს, რომ მე მის გამოქვაბულში არ შევდივარ. ერთი ადგილი და ვсё, პირობას გაძლევთ. იოანეს მერვე თავი. რა იცით, ვისაც მოგწყინდათ, უკაცრავად. ცოტა ხანი კიდევ მოგიძებდა, შეგიძლიათ თავისუფალი იყოთ. და ვისაც გაინტერესებთ, ეხლა ისეთ რაღაცას წავიკითხავთ. ერთმა ჩვენმა დამიცოდა პრისკილა. ნია. ეხლა ისეთი ადგილის კითხვა წავა, ზოგიერთის იქნება ნია და ზოგიერთის იქნება შენი. მე სერიოზულად ვაპარაკობ. აი ასე იტყვიან, იმიტომ რომ იმისამაც არ ვიკითხავ ახლა. იოანეს მერვე თავის 31 მუხლი. მაშინ იესო უთხრა იმ იუდევლებს. ეს მოსეს მოსწონებს, ესე იგი ებრაელებს ეუთხრა. იმ იუდევლებს, რომლებმაც იგი ირწმუნეს. თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. და სხვა თარგმანში წერია, თუ არსები ბერძნულში, თუ თქვენ გააგრძელებთო გამოყებითო ჩემს სწავლებებს, ჩემს სიტყვაში დარჩებით, ერთ თარგმანშია თუ გამოყებითო ჩემს სწავლებას და შეიცნობთო ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთო თქვენ. მათ კი უთხრეს, ჩვენ აბრაამის მოდგმა ვართ და არასოდეს ყოფილვართ არავისი მონები. როგორ გამბობ რომ თავისუფლები გახდებით? იესომ უთხრა, ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, ყველა ცოდი ჩამდენი ცოდის მონა. მონა არ რჩება სახში საუკუნოდ, ზეგსასოფლებში არამედ ძე რჩება საუკუნოდ. ამიტომ და დიდი პლაკატით აცხადებს, თუ ძე გაგანთავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით. თუ არა და არა ხარ თავისუფალი. შენ ვითომ თავისუფალი ხარ, მაგრამ სინამდვილეში ბორკილები გაქვს. დაჭერილი ხარ, მონა ხარ, თავისუფალი არა ხარ. ხო ეს თავისუფალება? თავისუფლების აღკვეთა. რა არის ეს? დაბადემრება. ყველას გვინახია, ან შევსულ ვართ, გამოსულ ვართ, ბევრჯერ აქეთ-იქით
ვიცით რა არის ეს თავისუფლების აღკვეთა, თავისუფლების მიცემა. ვიღაცას სასამართლოდან ან თავისუფლებენ, თქვენ თავისუფალი ხართ. დადებით ზარანოს ზარბაზი. ვიღაცას თავისუფლების აღკვეთა ამდენი წელი. თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს, რომ შენ მონახარ. იესომ თქვა, თუ მე გაგანთავისუფლებთ, 100%-იანი თავისუფლები იქნებით. შემდეგ მათ უთხრეს, ჩვენი მამა აბრაამია. იესომ უთხრა, აბრაამის თქვენ რომ აბრაამის შვილები იყოთ, აბრაამის საქმეებს გააკეთებდით. ესე იგი, რწმენა საქმე იაკობი რო ამბობს. იმიტომ რომ რწმენა თვითონ ბადებს საქმეს. კი არ აკეთებს კაციდან მერე რწმენას კი არ იზენს. აი მაგალითად მზიან ამინდზე დადები ის რამე ჭიქა უგამა გაგურთხოთ. მზიან 4 კუთხეს რამეს დადებს მზიან ადგილას იქ. აი მიწაზე. იცი როგორი ჩრდილი იქნება მას 4 კუთხედი. თუ ბურთს დადებ მგვალი ჩრდილი იქნება. ნამდვილ რწმენას თავისი საქმეები აქვს. ის არ იზაბება რწმენა. ახ ეს უნდა გავაკეთო მე მორწმუნე ვარ და არა. ის თავისი დაკეთებს. როგორც ჩრდილი მოყვება შენ ყველგან, აი ასე ნამდვილ რწმენას თავისი საქმე მოყვება დაჟე შენ არც კი დაძაბულის რომ არ ახარ ისე. კაი არ გავაგზავნოთ. ხო და იესო ეუბნება აბრაამის შვილები რომ იყოთ, აბრაამის საქმეებს გააკეთებდით. ახლა კი ჩემს მოკლას ეძიებთ. კაცისას რომელმაც გითხრა ჭეშმარიტება, რაც ღმერთისგან მოვისმინე, აბრაამს ასეთი რამ არ გაუკეთებია. იესო ეუბნება თქვენ მამა თქვენის საქმეებს აკეთებთ. სხვა თარგმანში წერია თქვენ იქცევით როგორც თქვენი მამა თქვენი. სხვა თარგმანში წერია თქვენ იქცევით ისე როგორც მამა თქვენი. აქ მიწერია ქართულში თქვენ მამა თქვენის საქმეებს აკეთებთ. უთხრეს მას ჩვენ სიძვით მრუშებით კი არა ვართ ვაქშობილნი. ჩვენ ყავს ერთი მამა მათქვეს ღმერთი. მათ ამ ხალხმა ღმერთს მამა უწოდეს. ჩვენ მორწმუნეები ვართო, ჩვენი მამა ღმერთიაო. რასაა შენ ვინ რო ლაპარაკობ აქ? ჩვენ ყავს ერთი მამა, ღმერთიო თქვეს ებრაელებმა. იესომ უთხრა ღმერთი რო იყოს თქვენი მამა, მაშინ მე გეყარებოდით. ჩემი სიტყვა გეყარებოდათ. მაგრამ იცით პრობლემა რაშია? რომ ღმერთი არაა თქვენი მამა. რადგან მე გამოვედი და მოვედი ღმერთისაგან. ვინაიდან მე ჩემით კი არ მოსულა, არამედ მან წარმომგზავნა. რატომ ვერ იგებ ჩემს ნათქვამს, რადგან არ შეგიძლიათ ისმინო ჩემი სიტყვა. და ეუბნება, თქვენი მამა არის ეშმაკი. და მამა თქვენის გულის თქმის შესრულება გწადიათ. ის კაცის მკვლელი იყო თავიდან, ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამაა. ხოლო რა კი მე ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ და არ გწამთ ჩემი. რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვისთვის? თუ ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ, რატომ არ გწამთ ჩემი? ვინც ღმერთისაგანაა, ისმენს ღმერთის სიტყვას და თქვენ იმიტომ არ ისმენთ, რომ ღმერთისაგან არ ახართ. მაშინ იუდელებმა უთხრეს, შენ სამარიტელი ხარ, ეშმაკია შენში. იესომ თქვა, ჩემში არა ეშმაკი, მე პატივს მამა ჩემს, თქვენ კი მლანძღავთ. ვინც ჩემს სიტყვას იცავს, ის არ იხილავს სიკვდილს უკუნისამდე. გამოუშვა იესომ ერთი ბომბა კიდო. იუდელებმა თქვეს,
რა თქვა ეშმაკი ყოფილაო შენში აბრაამი ჩვენი წინასწარმეტყველი ყვანანი დაიხოსნო და შენ ამბობ რომ შენ ვინც შენ სიტყვას დაიცავს სიკვდილს არ იხილავს რა შენ მამა ჩვენ აბრაამზე დიდი ხარო და იესომ უთხრა მე თუ ჩემ თავს განვადიდებ ჩემი დიდება არაფერია მე განვადიდებ მამა ჩემი რომლის შესახებ თქვენ ამბობთ რომ ჩვენი ღმერთი არის და იესებნება აბრაამი მამა თქვენი მოხარული იყო ჩემი დღე იხილავ აბრაამა ჩემი დღე და გაიხარა იუდელი მოხდა რას ქვიგას აბრაამი იხილეო ჯერ 50 წლის არ ახარო და აბრაამი საუკუნეების მანძილზე უკან ცხოვრობდა როგორ იხილეო შენ 50 იესომ კი უთხრა სანამ აბრაამი იქნებოდა მე ვარ და რაკნეს მაშინ ქვები აიღეს რომ ესროდა მოეკლათ იესო მოიფარა და გავიდა ვინმეს ცნობ ან სხვას ან შენ თავს ეს არიან ასეთი ხალხი ორი კატეგორიის ხალხი ყავს იესოს მსმენელები 4 ყავს მაგრამ უფრო ორად გადავაქციოთ ერთი რომელსაც უყვარს და იცავს მის სიტყვას მეორე რომელიც ხიზიანდება და ამ სიტყვის ჩაქრობას ცდილობს როგორც იესოს ჩაქრობას ცდილობდნენ რატომ კი უწოდებს ეს ხალხი მამას მაგრამ იესომ რა თქვა თქვენი ღმერთი მამა ჩემი რო იყოსო მე გეყარებოდით მაგრამ სიყვარული არ ნიშნავს იესო მიყვარხარ სიყვარული ნიშნავს აი ეს ამას სიმპათიებს თუ იესომ თქვა ასეა თუ იესოს არ უთქვია არ მინდა განდეგ სატანავ ჩემგან არ ღებულობ ჩემგან არაფერს ღვთისგან მოსული ღმერთის სიტყვებს ლაპარაკობს ეს იმას ნიშნავს ვინც ლაპარაკობს არა ღმერთის სიტყვას არა ჭეშმარიტ ქადაგებას ის არის ეშმაკისგან მორჩა და დამთავრდა ასე რომ უფალმა გაკუთხოთ ძმებო რომლებსაც ჯერ კიდევ არ ვისმენთ და არ მინახია მაგრამ ვისაც ხედავ თენგის კუთელია ნეო ლუკა ძამეგო გაკუთხოს უფალმა ყველაფერი წინ გაქვს მომავალი წინ გაქვს ყველას სჭირდება რაღაცების მოშორება მეც თქვენ და ყველას და ჩემ ძმა რომან შალამბერიძეს უფალმა გაკუთხოთ დაგლოცოთ გაგაზლიეროთ კი არ დაპატარავდეთ ცეცხლი კი არ დაპატარავდეთ ჩვენი ცეცხლი კოცონი უფრო მეტად დღითი დღე ვანათოთ ანათეთ ახალგაზრდებო ანათეთ ილაპარაკეთ ნუ გეშინიათ თქვენი საზღაურის ეცაშია ასე იესომ თქვენ ნეტარ ხარ თქვენ როცა გაგლანძღავენ გაგდევნიან ყოველგვარ ბოროტ სიტყვიან და მოკლავენ ჩემი სახელის გამო საზღაურს ელოდეთ ზესაში უფალმა გაკუთხოთ დაგლოცოთ აბაჰე და აბაჰო ალილუია დიდება იესოს მიყვარს იესო და მისი სიტყვა